მოგესალმებით ყველას, ეს რუბიტა რო არხია, მე რუბი ვარ და დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლის თემა იქნება ფიქრი, გრძნობა, მოქმედება, პერსპექტივა. დღეს სამ პოზიციაზე ვშლით, თქვენ წინაშე არის პოზიციები. ტრადიციულად ირჩევთ პოზიციას ინტუიციურად ან საყვარელი ციფრის მიხედვით. პოზიციის გადარჩევა იმ შემთხვევაში შეგიძლიათ თუ თქვენზე არჩეული არ რეზონირდა, ჩაწერილ ვიდეოებს უნდა უყუროთ, რა თქმა უნდა. მაშინ იწყებს ინფორმაცია რეზონირებას, როდესაც თქვენზე რეზონირდება და როდესაც ვიდეოს ჩართავთ და მოусმენთ და არანაირ კავშირში არ არის, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ვიდეო როდის არის განთავსებული საიტზე. ვისაც პირადი გაშლები გსურთ, მომწერეთ მესენჯერში, Facebook-ის ლინკი მოთავსებული არის ვიდეოს აღწერაში, კომენტარების ველში. დავიწყოთ პირველი პოზიცია, განვიხილოთ დღეს, როგორც უკვე გითხარით, ფიქრი, გრძნობა, მოქმედება, პერსპექტივა. კიდევ ერთხელ მოგესალმებით პირველებო. პირდაპირ იმპერატორი. რას ფიქრობს ახლა ეს პიროვნება? იმპერატორის არკანში მყოფი პიროვნება. პირველ რიგში საკმაოდ თავდაჯერებული ადამიანი ყავთ აქ ჩაფიქრებული პირველი, რაც არის ეს არკანი, ეს არის თავისი თავი. აქედან გამომდინარე ამ პიროვნებას ძალიან უყვარს საკუთარი თავი, უყვარს ძალიან როდესაც გრძნობს თავს ავტორიტეტად, ყოველთვის მისწრაფის კარიერული განვითარებისკენ. ეს ის ადამიანი არის, რომელიც ერთ კონკრეტულ ცხოვრებისეული საკითხის მოგებას დაჯერდება, მუდმივად აქვს გეგმები, მუდმივად აქვს ბრძოლის მომენტები, შეიძლება აქ ჩაიფიქრეთ ადამიანი, რომელიც არის იურიდიულ სექტორში. ან ადამიანი, რომელიც მუდმივად რაღაცისთვის იბრძვის. სპორტსმენი შეიძლება თავისუფლად იყოს აქ ადამიანი, რომელიც თავისი მიღწევებით ამ წუთას ძალიან ამაყობს, ძალიან მყარი პოზიცია აქვს. მის სიტყვას დიდი ფასი აქვს. ამ შემთხვევაში თქვენზე რას ფიქრობს? პირველ რიგში თავისი სიტყვა შეიძლება დააფიქსირა თქვენთან. რაღაც მნიშვნელოვანი საუბარი თუ გქონდათ, ფიქრობს, რომ მართალი არის. ყოველ შემთხვევაში აქ იცოდეთ, რომ ადამიანი არის ძალიან თავდაჯერებული და ახლა როგორ პოზიციაშიც არ უნდა იყოთ, აი ეს სიტყვები, თავდაჯერებული ვარ, თქვენ სიტუაციას მოარგეთ, იმიტომ რომ იმპერატორი ეს სახუმარო არკანი არ არის. აქ ადამიანი პოზიციებს თვითონ იმაგრებს, თავად იქმნის ყოველთვის ისეთ სიტუაციებს, სადაც თავს კარგად გრძნობს, თვითონ ადგენს ურთიერთობის წესებს, თამაშის წესებს, მოგების წესებს. გავიგოთ, რას ფიქრობს თქვენზე. თქვენ რა მაგარი გაშლა გვაქვს, მოდიხართ აქ ხმლების დედოფლის არკანში. ტოლს არ უდებთ მას, მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ახლა იმპერატრიცას არკანში არ ამოხვედით, რომელიც იმპერატორის ტოლად ითვლება. ხმლების დედოფალი ერთ-ერთი ყველაზე კატეგორიული მომთხოვნი, ლოგიკური, ცივი და ამავდროულად სამართლიანი დედოფალია. აქ შეიძლება ჩავთვალოთ ის მომენტი, რომ თუ თქვენი მეუღლე არის იმპერატორი, თქვენ განქორწინება გინდათ, მას არ უნდა. აქ შეიძლება ჩავთვალოთ კიდევ ის მომენტი, რომ თქვენს კატეგორიულობაზე ფიქრობს, მაგრამ თვითონაც საკმაოდ გაჯიუტებულია. აქ შეიძლება კიდევ ჩავთვალოთ ის მომენტი, რომ თქვენ ურთიერთობის დამთავრება გინდათ, მას არ უნდა. ძალიან საინტერესო არის. მიუხედავად იმისა, რომ თქვენში ცვლილებებს ხედავს ნათლად. ხედავს, რომ მის მიმართ ან საერთოდ გაციუდით, ან ამ წუთას ძალიან გაფრაზებული ხართ და არ გცხელად ემოციური სითბოსი და რაღაც არ გაქვთ ისეთი მომენტი, რომ მასთან ამ წუთას რაღაც რომანტიული განწყობით იყოთ. ფიქრობს, რომ თქვენ მის ცხოვრებაში ყველაზე საბედისწერო მოვლენა ხართ. რეალურად მის რესურსს საკმაოდ აზიანებთ.
რომ ძალიან დიდი ძალისხმევა სჭირდება თქვენთან, რომ რაღაც მოიტანოს, თქვენთან ესეთი მარტივი არ არის შეთანხმების მიღწევა, არც მასთან არის მარტივი, მაგრამ სხვა ადამიანებთან უფრო მარტივად გამოსდის ეს ყველაფერი ვიდრე თქვენთან. და ამ შემთხვევაში ფიქრობს, რომ თქვენ მისი კარმული პარტნიორი ხართ. რადგან რაც თქვენ შეხვედით მის ცხოვრებაში, მისი მიდგომები და თამაშის წესები ძალიან შეიცვალა. თქვენ უმკლავდებით მას, ვიდრე აქამდე სხვა არსებული ადამიანები, თუნდაც სასიყვარულო ურთიერთობის მიღმაც ისეთი ადამიანი არის, აი მეგობრებთანაც შეიძლება მამის როლი ჰქონდეს მორგებული, ან მუდმივად ცოტათი ზემოდან უყურებდეს ყველას, დამრიგებლური მიდგომები ჰქონდეს, ანუ შეიძლება ცოტათი ქედმაღალი ადამიანიც იყოს და მკაცრიც იყოს, მეგობრებთანაც კი. კარგით, კიდევ რას ფიქრობს თქვენზე? მას აქვს გარკვეული სახის ეჭვიანობები და ეჭვები კონკურენტზე, რომ თქვენი რადიკალური გადაწყვეტილებები და მასთან დისტანციები შეიძლება სხვა მამაკაცის გამო ხდებოდეს, ან შეიძლება ფიქრობდეს, რომ ვიღაც თქვენი ახლობელი მამრობითი სქესის პიროვნება გეხმარებათ, ჭკუას გარიგებთ და ზურგს გიმაგრებთ. ყოველ შემთხვევაში ხვდება, რომ მარტო არ არის ვისაც ელაპარაკებით, ესაუბრებით და ამ თემას, მასთან დაკავშირებულ თემას ხვდება, რომ ვიღაც მამაკაცთან განიხილავთ და ეს ადამიანი გეხმარებათ თქვენ. რას გრძნობს? აქ ან ძალიან დიდი ხნის ურთიერთობა არის, ან მართლაც თქვენი ქმარი ჩაიფიქრეთ, რადგან გრძნობს, რომ თავზე ანგრევა ის სიმყარე, რასაც ქვია ოჯახი. ან ამ პიროვნებისთვის ძალიან ახლო ადამიანი ხართ, მარტო აქ სიყვარული არ არის. აქ არის პატივისცემა ერთმანეთთან, ბევრი ისტორია, თითქოს ეს რაღაც დიდხანს აშენეთ ის, რაც ახლა ხელიდან გეცლებათ. გრძნობს, რომ ურთიერთობა მიუხედავად თავის იმპერატორული წინაპირობისა და გაშლის სტარტისა, ამ ადამიანს აქვს ის შეგრძნება, რომ შეიძლება ამჯერად არაფერი აღარ გამოვიდეს და თქვენი გრძნობები ვეღარ მოიპოვოს, თქვენი სიყვარული ვეღარ მოიპოვოს. ანუ შეიძლება პრინციპულად მასთან დაგტოვოთ რაღაც манипуляციებით, არ გაგიშვათ, მაგრამ ხვდება, რომ ისეთი თვალებით, ისეთი სიყვარულით თქვენ აღარ შეხედავთ, იმ გრძნობით აღარ უპასუხებთ და ეს ძალიან ანგრევს. ძალიან ცუდად ხდის. აქ მისი იმპერატრიცად მაინც ამოხვედით. საერთო ფონი ისეთი არის, რომ კი ახლა კონფლიქტი არის, რაღაც სირთულე არის, ხმლების დედოფლის პოზიციაში ხედავთ, მაგრამ მაინც მისი გრძნობები უკავშირდება თქვენს იმ ბუნებას და მხარეს, როდესაც ხართ იმპერატრიცა. დამთმობი არ არის იმპერატრიცა. იმპერატრიცას თავისი სტანდარტები და წესები აქვს, უბრალოდ იმპერატორს თავისი ნებით აძლევს რაღაც მართვის უპირატესობებს და თქვენ მას პასუხობდით უფრო სრუნვით. გრძნობები აქვს თქვენს მიმართ ნამდვილად ამ ადამიანს. თქვენ მისი კომფორტი ხართ, თქვენ მისი სახლი ხართ. თქვენს გარეშე არ იცის რა ქნას. რას მოიმოქმედებს? მოქმედებებში თქვენთვის იბრძოლებს, თქვენი სიყვარულისთვის იბრძოლებს. რომ ისეთი მყარი სტატუსი გქონდეთ ურთიერთობაში, როგორც აქამდე. აქ არის ადამიანის პოზიცია,
რომელსაც სიყვარულთან ერთად არანაკლებ აინტერესებს გარშემომყოფი ადამიანების აზრი, სოციუმის აზრი და ამ პიროვნებისთვის ერთი დიდი მარცხი არის ურთიერთობის დამთავრება ან განქორწინება და არანაირად არ უნდა რომ ეს თქვენს თავს მოხდეს. შეიძლება ეს გაბრაზებთ, რომ მის პრესტიჟს უფრო უფრთხილდება ხანდახან ვიდრე გრძნობებს, მაგრამ აქ გრძნობებიც არის ნამდვილად. პერსპექტივა ვნახოთ. პერსპექტივას ვერ მოგატყუებთ, საკმაოდ რთული გზა გაქვთ ისევ ამ ადამიანთან გასავლელი, თუ მყარად ხართ იმ აზრზე, რომ აქ ყველაფერი უნდა დაამთავროთ და აღარ გინდათ ეს ურთიერთობა აღარ გინდათ, ამ ურთიერთობებში ბევრი ცვლილებები გინდათ. ცხოვრების ახლიდან დაწყება გინდათ, თქვათ, ამ ადამიანის ძალისხმევა და ურთიერთობაში დაბრუნებას უფრო თავს ისე იგრძნობთ, როგორც რაღაც დაწესებულებაში, ვიდრე სახლში ხვდებით, რაღაც რთულ ემოციებში იქნებით. პერსპექტივაში არის ორი შესაძლო მომენტი, ის რომ ან შეთანხმდეთ და ურთიერთობაში ბევრი რაღაც შეცვალოთ ორივე მიდგომები, ან მისი ძალისხმევა ფუჭად მიიჩნიოთ, რადგან უკვე თქვენ მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ აქ წერტილი დასვათ და თუ შებრუნდებით ამ ურთიერთობაში, უკვე ხვდებით თქვენც, რომ პერსპექტივა იმდენად აღარ არსებობს აქ, რომ ისევ ცუდი მომენტები წამოვა, მიუხედავად იმისა, რომ გრძნობები შეიძლება ჰქონდეს ამ პიროვნებას თქვენს მიმართ, უბრალოდ თავს იგრძნობთ, როგორც ლამაზი ესეთი თავისუფლებისთვის შექმნილი ჩიტი გალიაში, ესეთი შეგრძნება გექნებათ. და აი ამ ყველაფერს საკმაოდ გაურბიხართ, იმიტომ რომ ისევ რაღაც ჩარჩოებში ჩასმისკენ არის მიდრეკილი შეიძლება ეს ადამიანი და ზუსტად ეს მომენტი არის, რომ ვერ ეგუებით და არა ის, რომ სიყვარულის პრობლემა გქონდეთ. პერსპექტივა რთულია და ტრანსფორმაციული და საკმაოდ ისეთი ხანგრძლივი პროცესი გექნებათ კიდევ ერთად გასავლელი. თუ თქვენ უარს იტყვით მასთან შერიგებაზე, მაშინაც ხანგრძლივი პროცესი იქნება გასავლელი, იმიტომ რომ ეს ადამიანი პერიოდულად მაინც შეეცდება, რომ თქვენს გარემოცვაში შემოვიდეს. დაგემშვიდობებით. ჩვენ გადავინაცვლოთ უკვე მეორე პოზიციის განხილვაზე. მოგესალმებით მეორეებო და ვნახოთ თქვენ შემთხვევაში თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნების ფიქრი, გრძნობა, მოქმედება და ურთიერთობის პერსპექტივა. აქ შეიძლება ურთიერთობა აღადგინეთ, ან ამ პიროვნებას სადღაც შეხვდით, მერე ურთიერთობა გააჩერეთ, ან შეწყვეტათ ურთიერთობა, ან თქვენი გზები უბრალოდ გაიყო და ახლა ისევ მობრუნდა ეს ადამიანი. ყოველ შემთხვევაში აქ არის რაღაც შეხვედრა, გაცნობა, შემდგომ ურთიერთობის განვლება, კონტაქტობა და ხელახლა ყველაფრის დაწყება. ან ყოფილი პარტნიორი, ან ურთიერთობა აღადგინეთ, ან სადმე გაიცანით, მერე არაფერიც არ მოხდა და ახლა აღმოაჩინეთ ერთმანეთი ისევ და განახლებული მომენტები მოდის, რაღაც ცვლილებები მოდის ამ ადამიანისგან. ცვლილებები. გავიკეთებ რას ფიქრობს თქვენზე. ამ ადამიანს ეკონა რომ ცხოვრებაში აღარ დაელაპარაკებოდით, ან ცხოვრებაში ვეღარ გნახავდათ, ცხოვრებაში ვეღარ შეგეხებოდათ, აი რაღაც უდიდესი წერტილიდან და რაღაც საცოწარკვეთილებიდან აღდგენილი ურთიერთობა არის, თვითონაც რომ არ სჯერა რომ ახლა გეკონტაქტებათ. საკმაოდ ინტუიციური პიროვნება არის თვითონ, მაგრამ ამას ვერ წარმოიდგენდა, რომ თქვენთან ისევ რაღაც შანსები გაჩნდებოდა, ან ისევ ბედისწერა ერთმანეთს შეგახვედრებდათ, რაღაცა სასიამოვნოდ განცვიფრებული არის ახლა თქვენზე, როდესაც ფიქრობს, როდესაც თქვენ გელაპარაკებათ, როდესაც თქვენ გიხსენებთ, როდესაც იმას იაზრებს, აიდან დაიწყო ეს ყველაფერი, ახლა როგორი ურთიერთობა არა გამოიარეთ, ძალიან ბევრ რაღაცაზე ფიქრობს.
უშუალოდ თქვენზე რა ფიქრი აქვს? აქ ძალის არკანი ამოვიდა, ეს იმას ნიშნავს, რომ შეიძლება თქვენი დამსახურება არის, რომ ახლა ეს ადამიანი თქვენს გარემოცვაში არის, ან თქვენში ხედავს რაღაც ლიდერულ თვისებებს, ურთიერთობაში წამყვანი როლი თქვენ გაქვთ, ან თქვენში ხედავს რაღაც განსაკუთრებულ ძალას ეს ადამიანი. აქ არის კიდევ ერთი მომენტი, რომ შეიძლება ამ პიროვნებას ჰქონდა წარსულში პრობლემები რაღაც მავნე ჩვევებთან დამოკიდებულებაში და თქვენ მისი ძალა ხართ, რომ ამ ყველაფერს ან სტიმული მიეცით, რომ რაღაც ცუდს ჩამოშორდა, რაღაცის მიღება ან რაღაც მავნე ჩვევის ასე ვთქვათ მავნე ჩვევის მოშორებაში ეხმარებით ან დაეხმარეთ ოდესღაც და ამას ძალიან დიდ როლს ხედავს თქვენს ურთიერთობაში. თითქოს რაღაც ფარველი ანგელოზი ხართ, ან ზუსტად იმ დროს გამოჩნდებით ხოლმე, როდესაც რაღაც სისტემებში გადადის, იმიტომ რომ თქვენ რაღაც მკურნალი ხართ მისთვის. მის სულს კურნავთ. ან შეიძლება რაღაც ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა ამ ადამიანს და გვერდში დაუდეგით ან უდგახართ ახლა და ამაზე ფიქრობს, რომ როგორი ძლიერი და მამაცი და ესეთი როგორ ვთქვა ძმაკაცივით უხარში უდგახართ, ხო, რაღაცა თქვენი იმედი აქვს ამ ადამიანს, როდესაც თქვენზე ფიქრობს. თუ ექიმი ხართ ან რაღაც ესეთ სიტუაციაში შეხვდით, ძალიან ბუნებრივი არის, რომ ესეთი ფიქრები ჰქონდეს თქვენზე, მაგრამ ამის მიუხედავად, რა თქმა უნდა, ამ პიროვნებას აქვს მარტო ეს მეხმარებაზე ფიქრი არა, რომ ლამაზი ხართ, განსაკუთრებული ხართ, მიმზიდველი ხართ, საკმაოდ ისეთი სულიერი განცდებიც აქვს თქვენთან, როდესაც სასურველ სასიამოვნო ადამიანს ესაუბრები და გული სასიამოვნოდ გიცემს რაღაც განსაკუთრებული შეგრძნებებს იწვევთ მაშინ. გავიგოთ რას გრძნობს თქვენს მიმართ. აქ ძალიან ისეთი სერიოზულად ყავხართ უკვე გულში ამ პიროვნებას განხილული. ხვდება, რომ ძალიან დიდი პოტენციალი არის მის გრძნობებში, რომ ეს ყველაფერი სიყვარულში გადავიდეს. თუ წარსული პარტნიორი არის და გქონდათ რაღაც გარკვეული სახის ურთიერთობა, აქ გრძნობა ისევ აქვს ადამიანს, ის სიყვარული, ის ემოციები ისევ აქვს ადამიანს. თუ ახალი ურთიერთობა არის, მაგრამ იმ კონტენტში აღადგინეთ ურთიერთობა, რომ ვთქვათ, აქამდე რომანტიკული კავშირები არ გქონდათ, ახლა ხვდება, რომ მზარდი არის მისი ემოციები და დადებითი შეგრძნებები თქვენს მიმართ. აქ მონეტების დედოფალში გხედავთ ეს ადამიანი და ეს იმას ნიშნავს, რომ უკვე რაღაც სტაბილური ხასიათის შეგრძნებები აქვს და არა ის, რომ ორჭოფობდეს, რომ მომწონს, არ მომწონს, მიზიდავს, არ მიზიდავს, არა ჩამოყალიბებული არის აქ ადამიანი და პლუს ამას თქვენთან სურს მოქმედებასაც ვიკითხავ, მაგრამ ეს არის თქვენთან სურს, რომ დროზე აღიდგინოს რაღაც ძალები, თუ ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, ეს ყველაფერი აღიდგინოს, თუ დამოკიდებულებაში არის რაიმე მავნე ჩვევებზე, ეს რაღაც გადალახოს და თქვენთან რაღაც ახალი ფურცელი დაიწყოს, აბსოლუტურად სხვა ცხოვრება დაიწყოს. ეს უნდა თქვენთან ბევრი ისეთი ახალ-ახალი შეგრძნებების მიღება უნდა, სადღაც თქვენთან ერთად მოგზაურობა შეიძლება უნდოდეს, რაღაც სიახლეების შემოტანა შეიძლება უნდოდეს, მოძრაობა უნდა, რაღაც ხდება, რომ ურთიერთობებს ესეთი ანუ ურთიერთობას არ უყვარს ერთფეროვნება, ამას მიხვდა. თვითონვე მიხვდა, რომ რაღაც სხვანაირი ტიპია თვითონვე. ხდება, რომ რაც აქამდე ან დააკლდა, ან არაკეთებდა, ან შესაძლებლობები არ ქონდა, ან ყოველთვის ოცნებობდა, რომ პარტნიორი როცა ეყოლებოდა რაღაც აქტიურობებში იქნებოდა, ეს ყველაფერი თქვენთან ერთად უნდა. რაღაც გეგმებიც აქვს თქვენთან უკვე, რომ სადმე წავხვიდეთ ერთად, ან მეგობრებთან ერთად, ან თუნდაც რაღაც თქვენთვის საყვარელ ფილმს ერთად უყუროთ, ბევრი რაღაც კარგი მომენტების შექმნაზე აქვს ფიქრი.
მოქმედება. უბრალოდ აქ პიროვნებას რაღაც ეტაპი აქვს ისეთი გადასალახი საკუთარ თავთან, რაც რაღაცის პროცესში არის და ამ რაღაც კონკრეტულ თარიღებს თუ დროს ელოდება, რომ ეს ყველაფერი შეძლოს თქვენთან. პერსპექტივა. თქვენი ურთიერთობის პერსპექტივა. აქ შესანიშნავი არის წყულში ამოხვედით კვერთხების მეფე, კვერთხების დედოფალთან ერთად, თითქოს ერთნაირი აქტიური სული გაქვთ, ძალიან კარგად შეწყობით ერთმანეთს, საკმაოდ ერთნაირი ადამიანები ხართ იმ კუთხით, რომ შეიძლება გარეგნულად გავდეთ ერთმანეთს, შეიძლება ძალიან ბევრი ჰობი გქონდეთ ერთნაირი, ძალიან ბევრი თემა გქონდეთ ერთმანეთთან სალაპარაკო, ერთმანეთით არ დაიღლებით, აი ორი ადამიანი შეხვდება ერთმანეთს, რომლებიც მიხვდებიან, რომ ერთმანეთს კი არ ღლიან და ბეზრდებათ, რაც უფრო ახლოს იცნობენ ერთმანეთს, რაც უფრო სხვადასხვა კურსით უყურებენ ერთმანეთს, უფრო სერიოზულდება მათი ურთიერთობა. აქ ძალიან კარგი პოზიცია არის მეორეებო. დაგემშვიდობებით თქვენ და გადავიდეთ ჩვენ ახლა მესამე პოზიციის განხილვაზე და გავიგოთ მესამეებო მოგესალმებით, გავიგებთ დღეს ჩვენ ასეთ რაღაცას. თქვენ ვისაც ახლა ფიქრობთ, იმ ადამიანის ფიქრები, გრძნობები, მოქმედებები და ურთიერთობის პერსპექტივა. ახლა ვარსკვლავის არკანში ხართ. პირველ რიგში შემიძლია გითხრათ, რომ ამ პიროვნებისთვის მარტო ლამაზი კი არა, ულამაზესი ადამიანი ხართ. აი, როგორც კი დაგინახათ სადღაც, შეიძლება სადმე მიდიოდით და პირველად თვალი ასე შორიდან მის თვალს თქვენი გარეგნობა ძალიან მზერა შეხვდა, რომ ამბობენ ხოლმე ესე მოხვდა და მაშინვე ძალიან დიდი ემოციები გამოიწვიეთ, რაღაცა ფეიერვერკი მოახდინეთ მასში. თუ თქვენი ფოტო ნახა სადმე და ისე გაიცანით სოციალურ გვერდზე, ფოტო რომ დაინახა და მოაზუმა, კაი ხანი უყურა და იფიქრა, რომ აი არ ვიცი ხა რატო ვგრძნობა ამ შეგრძნებებს, მაგრამ ეს ადამიანი ძალიან მიზიდავს, აი პირველი ფიქრები ეს ქონდა თქვენზე. ეს პირველი დანახვის ემოციები, ეს არის დანახვის წუთიდან ადამიანის მიღება, ისე როგორც თავის პიროვნებად. თითქოს აი ოცნებად იყო თუ ოცნება ჰქონდა თუ გულში მაშინვე ესე ჩაუვარდით, რომ გეგმა დაისახა, რომ თქვენ აუცილებლად მისი გახდებოდით. აუცილებლად თქვენ მისით დაინტერესდებოდით, თავს მოგაწონებდათ. სხვა შეიძლება აქ დიდი ხანი ან თქვენგან სიცივე მიდიოდა მასთან. და ესე მარტივად მოსაპოვებელი არ ყოფილხართ. იმიტომ რომ მუდმივად კაშკაშებდით შორს, მაგრამ ისი არ იყავით დიდი ხანი. ან შეიძლება ახლაც გაქვთ რაღაც გარკვეული ურთიერთობა, მაგრამ ბოლომდე მისი არ ხართ. და ამ პროცესში ხართ. კარგი, ვნახოთ აბა რას ფიქრობს ეს პიროვნება თქვენზე. დიდ ემოციებს იწვევთ ამ ადამიანში, შეიძლება ისედაც ემოციური პიროვნება არის. რას ფიქრობს თქვენზე? პირველ რიგში იმას ფიქრობს, რომ ძალიან ბევრი თაყვანის მცემელი გყავთ და უბრალოდ თქვენ გენდობათ იცოდეთ ეს ადამიანი, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ეს ყველაფერი არ სიამოვნებდეს და მუდმივ განერვიულებულ ფონს ხედავდეთ მასში, ან შეიძლება საყვედურებსაც ამბობდეს, შეიძლება ღიად გამოხატავდეს თავის ეჭვიანობას და რაღაც, მაგრამ იცოდეთ, რომ ეს ადამიანი გენდობათ, იმიტომ რომ თქვენ იმდენად რაღაც თქვენი საკუთარი თავის ფასით იცით და იმდენად შეიძლება დიდად ფლირტის მოყვარული არ ხართ და იმდენად სანდოობას იწვევთ ამ ადამიანში. ყოველ შემთხვევაში დაგტესტათ და ხვდება, რომ თქვენი ნდობა შეიძლება, მაგრამ ის, ვინც თქვენს გარშემო ტრიალებს, აი იმ ხალხზე უფრო ეფიქრება. ამ შემთხვევაში თუ ახლა რაღაც დამძიმდა თქვენ შორის ურთიერთობა, ან იკამათეთ ან რაღაც მომენტში ცოტა აირია ურთიერთობა, იცოდეთ, რომ ამ ყველაფერს აი ისე განიცდის, რომ
შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემაც დაიმართოს ამ განცდებისგან და ემოციებისგან. მუდმივად გიყურებთ, მუდმივად გაკვირდებათ, სად ხართ, რა გაწვიათ, ვისთან ხართ. საკმაოდ ისეთი პიროვნება არის, რომ სულ ემოციურ ფონში ვხედავ თქვენს გამო. ფიქრებში მუდმივად რაღაც ქაოსი აქვს თქვენს გამო. აქ კიდევ მოდის ისეთი ფაქტორი, რომ შეიძლება ეს პიროვნება მუდმივად რაღაც შიშებში იყოს თქვენთან მიმართებაში, რომ რაღაცა არ გამოეპაროს, რაღაცა მის კონტროლს მიღმა არ მოხდეს, აი კონტროლისკენ არის მიდრეკილი. მაგრამ თითქოს აი ამ ყველაფერს კონტროლისკენ მიდრეკილება აქვს, მაგრამ თითქოს ვერ გაკონტროლებთ, აი რაღაცა მოუსვენრობა აქვს ამ კუთხით. რას ფიქრობთ თქვენზე? სულ აქვს ისეთი განცდები, რომ აი ახლა ეს რატომ მითხრა, თუ რაღაც თითქოს დააკლდა თქვენგან ძალიან განიცდის, უფრო და უფრო მეტი ყურადღება უნდა, უფრო და უფრო მეტი ვნება სურს თქვენგან. ცოტა ისეთ სიტუაციაში არის ახლა ფიქრებში, რომ თქვენგან რაღაცის მიღება უნდა, მაგრამ აკლდება ემოციები. ემოციურ დეფიციტში ყავთ ახლა ეს ადამიანი. ამას ძალიან განიცდის. რას გრძნობს? აქ მიდრეკილი არის ეს პიროვნება, პირდაპირ ვიტყვი, რომ რაღაც პრობლემა ძალიან გაადიდოს, რაღაც პატარა რაღაც რომ მოხდება, შეიძლება ძალიან დიდი დრამა დადგას. თუ რაღაცაზე უბრალოდ ყურადღება ვერ მიაქციეთ, შენ ამას იმიტომ აკეთებ, რომ ან ახარ გიყვარვარ, ან პატივს ახარ მიცემ, აი რაღაც მუდმივად ისეთი ახელვებული ფონი აქვს, რომ აი პატარა რაღაცაც თუ არ მისი სცენარი თუ არ წავიდა, ან თუ თქვენ ის არ დააკმაყოფილეთ, თუ მისი მოთხოვნები ვერ შეასრულეთ, ან რაღაც თქვენებურად გააკეთეთ, აი მაშინ მოდის ის მომენტი, რომ ყველაფერი დამთავრდა და ჩვენი ურთიერთობა დაინგრა და პატარა კამათის დროსაც შეიძლება ესეთი განცდა გქონდეს, რომ აი დაშორდით და აღარაფერი აღარ მოხდება რა და რეალურად აქ ეს კარტები რომ დავინახე, ცოტა ისე აუფორია გდიმეც, მაგრამ ამ კარტებით თუ ვიმსჯელებთ, რაც შემდგომ გაგრძელება არის, ამ პიროვნებას ახასიათებს აი ეს დრამის ეფექტი და მიდრეკილი არის ძალიან ისეთი გადაჭარბებული ემოციებისკენ. რეალურად თქვენს მიმართ გრძნობებიც აქვს და ურთიერთობაში სიმყარეთ შეიძლება იყოს, მაგრამ პატარა წინააღმდეგობაზე რაღაც მუხლები ეკეცება და აღარ იცის რა ქნას. კარგით, ეს მოიმოქმედებს. აქ რაღაც კიდევ არის სხვათა შორის თქვენ შორის ისეთი საკითხი, რაზეც ამ პიროვნებას მოსვენება აქვს დაკარგული და შეიძლება მოქმედებაში ისევ რაღაც ისეთი აზრი დაგიფიქსიროთ, რომ ხელახალი კამათი მოხდეს თქვენ შორის. რას ეხება ეს ყველაფერი? ხო, აქ თქვენ წყულს ეხება პირდაპირ მნიშვნელობით მისი მომდევნო საყვედური ან მომდევნო პრეტენზიები. იცით რა არის, აი ნელ-ნელა და შეიძლება თქვენი სანაცნობოწრე შეზღუდოს ან თქვენი ტელეფონის თქვენს ტელეფონზე წვდომის მოპოვების უფლებები მოითხოვოს. აი რაღაცა თქვენს პირად სივრცეში ძალიან ღრმად შემოდის ეს ადამიანი, რაც უფრო ახლოს მიდიხართ და რაც უფრო ახლოს უშვებთ იმის მაგივრად, რომ ეს ეჭვიანობა შეწყდეს თქვენი მისამართით, უფრო უღრმავდება მას ეჭვები და თქვენ ცოტა ისე უყურებთ ამ საკითხს, რომ იხლებით ამით. და მისი მოქმედებები სულ თითქოს აი ამ შეხლა შემოხლასა და დამიმტკიცე რომ გიყვარვარ შორის იხრება და ახლაც რაღაც მორიგი დრამის ეფექტი იქნება. ურთიერთობის პერსპექტივა.
სხვათა შორის აი აქ პატარა პრობლემები კი არის და მისი ხასიათის მიღება თქვენ გიჭირთ, მაგრამ ამ პიროვნებას აქვს ძალიან ესეთი თავიდანვე ჰქონდა ესეთი განზრახვა თქვენი მისამართით, რომ რაც არ უნდა დრო გავიდეს, რაც არ უნდა დრო დასჭირდეს, თქვენთან უფრო ესეთი მჭიდრო ურთიერთობა ექნება და პერსპექტივაშიც ჩანს, რომ თუ ახლა დაოჯახებულები არ ხართ, ან ესეთი სერიოზული ურთიერთობა არაფერი თქვენ შორის არ არის, ამ პიროვნებას უნდა რომ სტატუსი მოგცეთ, მისი იყოთ. თავიდან შეიძლება რაღაც მომენტში ისეთი დიდი ხნის მანძილზე უსტატუსო ურთიერთობაში იყოთ ან ფარულ ურთიერთობაში იყოთ, მაგრამ ამ პიროვნებას ნელ-ნელა ექნება იმის განცდები, რომ უფრო ფართო მასშტაბზე გავიდეს და უფრო ახლოს მოვიდეს თქვენთან ურთიერთობაში. უბრალოდ აქ კიდევ არის ემოციების დამუშავების პერიოდი თქვენ შორის, იმიტომ რომ ამ ადამიანს ესეთი მძაფრი შეგრძნებები აქვს თქვენს მიმართ და უფრო მეტად ხელს რაც უშლის და ცოტა დისტანციაზე გადიხართ ხოლმე, ეს არის კონტროლის სიყვარული და გადამეტებული ეჭვიანობა. გენდობათ, მაგრამ თან აი ამ ყველაფერზე ძალიან ღრმად ფიქრობს და თან მერე განწყობას ხშირად იფუჭებს და თქვენც მერე გამძიმებთ მისი ეს მუდმივი ნერვიულობა. პერსპექტივა მაინც არის თქვენს ურთიერთობაში, რომ ეს ყველაფერი რაღაცნაირად გადალახოთ და ამაზე იმუშაოთ. და გემშვიდობებით წარმატებებს გისურვებთ მომავალ შეხვედრამდე.